გუცაევის ხმამაღალი განცხადება. ლეგენდამ განაცხადა, რომ გუნდს ვერ ხედავს და ნაკრებში მხოლოდ ერთი კარგი ფეხბურთელი გყავს. ვიზე ისაუბრა საბჭოთა კავშირის ნაკრების ქართველმა ფეხბურთელმა. მადრიდის რეალი კვარაცხელიაზე კვლავ დაგეშილია. მოურინიოს კვარა ძალიან მოსწონს. რა გაავრცელეს ფრანგებმა. გიორგი მამარდაშვილი კი თურქეთში სურთ. ბეშიქტაში ლივერპულს პირდაპირ მიმართავს. მოიწონე ეს ვიდეო თუ გიყვარს ფეხბურთი, რადგან ამ მარტივი მოქმედებით შენ წვლილი შეგაქვს მის განვითარებაში. ხოლო თუ რაიმე მიზეზის გამო ჯერჯერობით არ ხარ ჩვენი დიდი საფეხბურთო ოჯახის წევრი, აუცილებლად გამოიწერე არხი. ჩვენ მივიწევთ 64,000 გამომწერისკენ. ყველაზე თანამედროვე ხალხს არხი უკვე გამოწერილი აქვს, ამიტომ რაღაც ელოდები. ეს არის არხი ფუტვიჟენი. კომფორტულად მოკალათდით და დავიწყოთ. საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილმა შესაძლოა კარიერა თურქეთში გააგრძელოს. თურქული მედიის ინფორმაციით ქართველი კიპერის დამატებით აქტიურად ინტერესდება ბეშიქტაში, რომელმაც მოლაპარაკებები უკვე დაიწყო. გამოცემა ბეშიქტაშ პლუსის ცნობით სტამბოლურმა კლუბმა მამარდაშვილის ტრანსფერის თაობაზე ლივერპულს ოფიციალურად მიმართა და ფეხბურთელის დამატების შესაძლებლობას განიხილავს. გავრცელებული ინფორმაციით 24 წლის ქართველ მეკარეს სურს ისეთ გუნდში ითამაშოს, სადაც რეგულარულ სათამაშო პრაქტიკას მიიღებს. სწორედ ამიტომ ბეშიქტაშის ვარიანტი მისთვის საინტერესო შეიძლება აღმოჩნდეს. თურქული წყაროების ცნობით სტამბოლური კლუბი ტრანსფერის განხორციელებას იჯარის ფორმით გეგმავს და შეთანხმებაში გამოსყიდვის უფლების ჩართვაც სურს. ჯერჯერობით უცნობია, რამდენად მზად არის ლივერპული მსგავს პირობებზე დასათანხმებლად. შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილი ბოლო წლებში ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ახალგაზრდა მეკარედ ჩამოყალიბდა, განსაკუთრებით შთამბეჭდავი მისთვის 2024 წლის ევროპის ჩემპიონატი აღმოჩნდა, სადაც საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი იყო და თავისი თამაშით არაერთი ევროპული კლუბის ყურადღება მიიპყრო. მე ძალიან მოკლედ ვიტყვი ჩემ აზრს და ჩემი აზრი ასეთია. გიორგი მამარდაშვილი არანაირად არ უნდა გადავიდეს თურქეთში. იუვენტუსიც აკვირდება გიორგის, ამიტომ დავაკვირდეთ სიტუაციას. თქვენ კი დაწერეთ კომენტარებში თქვენი აზრი ამ თემასთან დაკავშირებით. უნდა გადავიდეს თუ არა თურქეთში გიორგი მამარდაშვილი, თუ ჯობს რომ დაელოდოს უკეთეს შემოთავაზებას. ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა ვლადიმერ გუცაევმა UG Art-ის პოდკასტში სტუმრობისას საქართველოს ეროვნულ ნაკრებზე საკმაოდ კრიტიკულად ისაუბრა. მისი აზრით, საქართველოს ნაკრები იმ დონეზე დაბრუნდა, სადაც 3 და 4 წლის წინ იყო. ვერ ვიტყვი, რომ დღეს საქართველოს საფეხბურთო ქვეყანაა. Euro 2024-ზე თითქოს საქართველოს საფეხბურთო რუკაზე გამოჩნდა. ევროპულ საფეხბურთო რუკაზე მაინც, მაგრამ მას შემდეგ ჩვენი თამაში წარუმატებელია. მოდის სექტემბრის ოფიციალური თამაშები. მე პირადად გუნდს ვერ ვხედავ, რა არის გუნდი. გულშემატკივარი თუ საფეხბურთო სპეციალისტი, ღამე რომ გააღვიძონ სასტარტო შემადგენლობის 9 ფეხბურთელი უნდა თქვას. საქართველოს ნაკრები იმ მომენტამდე დაბრუნდა, სადაც 3 და 4 წლის წინ იყო. ერთადერთი მაგარი ფეხბურთელი, ვისაც დღეს ვხედავთ, ხვიჩა კვარაცხელიაა, მაგრამ ერთი ფეხბურთელით ვერაფერს იზა. მის გარდა კიდევ 2-3 კარგი ფეხბურთელი გყავს, მაგრამ 3 და 4 ფეხბურთელი გუნდს არ შველის. მინიმუმ 8 ძლიერი ფეხბურთელია საჭირო და შეიძლება 3 საშუალო დონის ფეხბურთელი აიტანოს. წესი ეგრეა. ჩვენი დროის დინამო თბილისი რომ ავიღოთ 9 ფეხბურთელი სერიოზულ ძალას წარმოადგენდა, თავისი ოსტატობით და თავისი ყველაფრით. იმ გუნდში 2-3 კარგი ფეხბურთელი იყო, მაგრამ შედარებით ნაკლები დონის იყო. გუნდი იტანდა, დანარჩენი ფეხბურთელები ქაჩავდნენ ამ 3 ფეხბურთელს. თუ ეს გუნდში არ ხდება, კარგ გუნდად ვერ ჩავთვლით. მე გუცაევის სხვა ინტერვიუც მოქვს ნანახი, სადაც მსგავსად იქებდა თავს და ძველ დროს, რაც ნამდვილად არაა მოსაწონი. ადრე სხვა დრო იყო, ეხლა სხვა დროა. სხვანაირი ფეხბურთია და ყველაფერი შეიცვალა. იმდროინდელი ფეხბურთელები დღეს, ჩემი აზრით, დიდად ვერაფერს გააკეთებდნენ. ამიტომ ეს მიდგომა, რომ აი ჩვენ ვიყავით და ეხლა რა არის და მსგავსი კრიტიკა არაა მართლებული. ეხლა ჩვენი ქვეყანა ფეხბურთში კი არა, ზოგადად ჩამოუვარდება მსოფლიოს ბევრ რაღაცაში. ამიტომ ეგეც უნდა გავითვალისწინოთ. იმდროინდელ ლეგენდებს პატივისცემა უმაგრესები იყვნენ და ჩვენ ახალმა თაობამ ეს ძალიან კარგად ვიცით და ვაფასებთ. მაგრამ დღევანდელის გაუფასურება, მით უმეტეს ყოფილი ფეხბურთელებისგან არასასიამოვნოა. დაწერეთ რას ფიქრობთ ბატონ გუცაევის ამ კომენტართან დაკავშირებით. მადრიდის რეალის პრეზიდენტად ხელახლა არჩეული ფლორენტინო პერესი ხმაურიან ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს. 79 წლის ლეგენდარულმა ესპანელმა პრეზიდენტმა უკვე დაასრულა ჟოზე მოურინიოს, დენზელ დუმფრისის და იბრაჰიმა კონატეს ტრანსფერები. ეს კარგი დასაწყისია, მაგრამ გულშემატკივრები მისგან ვარსკვლავს ელოდებიან. ამიტომ პერეზის სამიზნე კვარაცხელია, ოლისე ან ხულიან ალვარესია. ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Football 1 წერს.
ბოლო დღეებში მადრიდის რეალთან მიმართებით ხვიჩა კვარაცხელიას სახელმაც გაიჟღერა. PSG-ს შეუძლია ეშინოდეს სამეფო კლუბის მხრიდან ქართველი ფეხბურთელის თაობაზე არსებული ინტერესის და ამის მიზეზიც არსებობს. ბრიტანული გამოცემა TIMTOK ადასტურებს გასული შაბათ-კვირის ჭორებს და ამხელს, რომ ამ ზაფხულს მადრიდის რეალის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე სწორედ ხვიჩა კვარაცხელიაა. წელიწად ნახევრის წინ ნაპოლიდან PSG-ში 80 მილიონ ევროდ გადასულმა 25 წლის მარცხენა გარემარბმა საფრანგეთის დედაქალაქში ჩასვლის შემდეგ ყველაფერი მოიგო. მისი როგორც ულტრაეფექტური გარემარბის პროფილი, რომელიც დიდ მატჩებში ყოველთვის ბრწყინვალეა და ამასთანავე შეუძლია დიდი ძალისხმევა ჩადოს დაცვაშიც, ძალიან მოსწონს ჟოზე მოურინიოს, რომელმაც ეს ვარიანტი ხელმძღვანელობასთან დაუყოვნებლივ დაადასტურა. თუმცა პარი სენ-ჟერმენის დასარწმუნებლად, რომ ხვიჩა კვარაცხელია დათმოს, ნამდვილი მიწის დრო იქნება საჭირო. ტრანსფერმარკეტის მიერ 140 მილიონ ევროდ შეფასებული ყოფილი ნეაპოლელი ლუის კამპუშისა და ლუის ენრიკესთვის ხელშეუხებელია. მათ იციან, რამდენად შეუცვლელია კვარა გუნდისთვის. ერთადერთი ფაქტორი, რამაც შეიძლება მის წასვლას ხელი შეუწყოს, იქნება თავად კვარაცხელიას შესაძლო სურვილი მადრიდის რეალის შეთავაზების შემთხვევაში. პარიზელი გულშემატკივრები ყურადღებით დააკვირდებიან ამ საქმეს და თითებს გადააჯვარედინებენ, რათა მათი ახალი ფავორიტი კიდევ ერთი სეზონით მაინც დარჩეს პარკ დე პრენსზე. რაც შეგვეხება ჩვენ ქართულ გულშემატკივრებს, ჩვენ კვარასთვის საუკეთესო გვინდა და რა არის მისთვის საუკეთესო, ჯერჯერობით უცნობია. დაწერეთ კომენტარებში თქვენი აზრი ამ თემასთან დაკავშირებით. წინა ვიდეოს ქვევით თქვენ კომენტარებს გადავხედე და მივხვდი ასეთ რაღაცას, რომ ჩვენ ვართ ორ ნაწილად დაყოფილი. საზოგადოების ერთ ნაწილს გვინდა, რომ კვარა რეალში გადავიდეს. მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ პარიზში დარჩენა უფრო სტაბილური და სწორი გადაწყვეტილება იქნება. ეს არის ის შემთხვევა, სადაც ერთ აზრზე დასვლა ძალიან რთული იქნება. ამიტომ კომენტარებში განვიხილოთ ეს ყველაფერი. თუ ვინმეს გაქვთ რაღაც ალტერნატიული იდეა, როგორ შეიძლება მოიქცეს ხვიჩა ამ სიტუაციაში, ძალიან საინტერესო იქნება. დღევანდელი ვიდეო კი დასასრულს მიუახლოვდა. იმედია თქვენთვის სასარგებლო, ან საინტერესო მაინც აღმოჩნდა. მე ძალიან მალე დაგიბრუნდებით ახალი სიახლეებით. მომავალ შეხვედრამდე და აბა, წარმატებები.